მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News სოლიდარობა მზია ამალღობელს და ყველა სინდისის პატიმარს. როგორ აღწერთ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს დღევანდელ ურთიერთობებს ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე. კითხვა ბრიტანეთის ელჩს დაუსვით. იმ ფონზე, როდესაც შეჩერებულია უერდროპის დიალოგი, ასევე კიბერუსაფრთხოების პროგრამა. გაუქმდა თავდაცვის მაღალი დონის მოლაპარაკებები. გართულდა ურთიერთობა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებთან, მათთან ვისაც საზოგადოების ნაწილი თვითგამოცხადებულ მთავრობას უწოდებს, მათ შორის მაკა ბოჭორიშვილთან, რომელსაც შეხვდით დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ. მოусმინოთ ელჩის პასუხს. ჩვენ გვინდა რომ საქართველო იყოს მტკიცე, რათა შეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. სურს გქონდეს ეკონომიკური მდგრადობა რუსეთის პირისპირ და მე ვიტყოდი რომ რუსეთი არის ზეწოლის მთავარი წყარო და არა ერთადერთი წყარო. დიდ ბრიტანეთს სურს საქართველოსთან ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობა და ამაზე შეგვიძლია მეტი ვისაუბროთ. მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობის თვალსაზრისით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ შევაჩერეთ ურთიერთობების გარკვეული ელემენტები. დიალოგი მაღალ დონეზე და შევზღუდეთ პოლიტიკური კონტაქტი, რადგან ბრიტანელი მინისტრები ძალიან შეშფოთებულები არიან საქართველოში დემოკრატიის გაუარესებით, განსაკუთრებით მომიტინგეებთან დამოკიდებულებით და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობით. ასევე შეშფოთებულნი არიან კანონმდებლობის გამო, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და ართულებს დამოუკიდებელი მედიის საქმიანობას. ამის გათვალისწინებით ჩვენ შევაჩერეთ ზოგიერთი პროგრამა და თანამშრომლობა, მაგრამ მაინც ვესაუბრებით ერთმანეთს. რატომ ჭიანურდება სასამართლო პროცესები, როდესაც ამის საჭიროება არ დგას? გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც პროჯექტ 64-მა მოამზადა. ეს არის 2024 წელს საქართველოს სასამართლოებში განსახილველი საჩივრების რაოდენობა. ეს კი იმ საქმეების რაოდენობა, რომელთა განხილვაც სასამართლოებმა 2022 წელს ვერ მოასწრო და მათი განხილვა მომავალი წლისთვის გადადო. ყველას აქვს უფლება მისი საქმე მოსამართლემ დროულად განიხილოს. ამ უფლებას იცავს ჩვენი კანონი და ასევე ევროპული კონვენციაც, რომელსაც საქართველო ხელს აწერს. თუმცა, წლებია საქართველოს სასამართლოებში საქმეები სულ უფრო ჭიანურდება. სულ უფრო მეტი საქმის გადადება უწევთ მოსამართლეებს შემდეგი წლისთვის, თუმცა რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა. ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსის კვლევის მიხედვით, საქართველოს სასამართლოებში განსახილველი საჩივრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მათი დიდი ნაწილი გასული წლიდან მორჩენილი საქმეებია. დაამატეთ ამას ყოველწლიურად 100,000-ზე მეტი შემოსული საქმე და აღმოაჩენთ, რომ საქართველოში თითო მოსამართლეზე საშუალოდ 500-დან 800 საქმემდე მოდის. 2024 წლის მონაცემებით საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში სულ ყავდა 322 მოსამართლე, რაც ცხადია შეუსაბამოა ყოველწლიურად შემოსული დავების რაოდენობასთან. სწორედ ამიტომ საქმეები ხანდახან წლობით ჭიანურდება. გაჭიანურებულ სასამართლო პროცესებს კიდევ სხვა მიზეზები აქვს, თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. ვინ ზიანდება ამით საბოლოოდ? ამ ვიდეოში მოგიყვებით, როგორ მოქმედებს სასამართლოს ხარვეზიანი მუშაობა მოქალაქეებზე და როგორ შეიძლება გახდეს საქმის გაჭიანურებები ანტიდემოკრატიული იარაღი სახელმწიფოს ხელში. მოდი, ცოტა დეტალურად განვიხილოთ. სასამართლოს გაჭიანურებული საქმეების მიზეზები შეგვიძლია დავყოთ 5 ძირითად ჯგუფად. პირველი ეს არის სისტემური და ინსტიტუციური ხარვეზები. ანუ სასამართლო სისტემაში არ არსებობს დავების ნაკადის მართვის სტრუქტურული მიდგომა. არავინ სწავლობს დავების რაოდენობის ზრდის და საქმეების გაჭიანურების მიზეზებს და არავინ არ ალაგებს ამ საქმეებს, თქვათ, წონის და გარკვეული პრიორიტეტების მიხედვით. მეორე პრობლემა ეს არის საქმის წარმოების და რესურსების გადანაწილების მართვის არაეფექტიანობა. სასამართლო რესურსების, მათ შორის მოსამართლეების, თანაშემწეების და თვითონ საგანგებო მექანიზმების არასწორი მართვა იწვევს სწორედაც, რომ სამუშაოს არათანაბარ გადანაწილებას და შესაბამისად საქმის დაგროვებას. ან ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ, თქვათ, სასამართლოს თავმჯდომარეებზე არის ხოლმე ძალიან მცირე საქმეები გადანაწილებული ყოველწლიურად, მაშინ როცა არათანამდებობის პირ მოსამართლეებზე შეიძლება წლიურად 500-800 საქმეც კი იყოს გადანაწილებული.
მესამე პრობლემა ეს არის მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის ხარვეზები. წლებია იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა რაოდენობას თვითნებურად ადგენს, თან ისე რომ მათი მიზანი არ არის საქმის გაჭიანურებების პრობლემის მოგვარება. მეორე მხრივ კი იუსტიციის უმაღლესი სკოლა არ ამზადებს ახალი კანდიდატების საჭირო რაოდენობას, მაგრამ აქ კიდევ ერთი დეტალია. საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემა რომ მოგვარდეს არ არის საკმარისი მხოლოდ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, იმიტომ რომ დღეს თუ 350 მოსამართლე გვყავს სასამართლო სისტემაში, რამდენიმე წელიწადში შეიძლება 1500 მოსამართლე დაგვჭირდეს. ეს არის სრულიად არაგონივრული მიდგომა პრობლემისადმი. ჩვენ ვერ ვნახავთ ვერც ერთ გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭოში, რომელიც დაადგენდა როგორი თვლიან ისინი, სად რამდენი ვაკანსია სჭირდებათ, სად რა კონკურსები გამოაცხადონ. მეოთხე ხარვეზი ეს არის ტექნოლოგიური და სტატისტიკური, ანუ ელექტრონული საქმის წარმოების სისტემა მოძველებულია და აკლია ისეთი ფუნქციები, რაც მოსამართლეებს თქვათ გაუადვილებდა საქმეთა ნაკადის მართვას. მეორე მხრივ კი დაინტერესებულ მხარებს მისცემდა, რომ მაგალითად ამ საქმეებზე დისტანციური წვდომა ქონოდათ. და ბოლოს სისტემას აქვს ალტერნატიული დავების გადაწყვეტის და აღსრულების შეფერხებები, მიუხედავად იმისა, რომ არბიტრაჟი და მედიაცია წესით აი ამ პროცესს და დავების განხილვის პროცესს უნდა აჩქარებდეს, მისი მუშაობა არაეფექტურია და პროცესს პირიქით ანელებს. მაგრამ აქ კიდევ ერთი დეტალია. ძალიან ხშირად სახელმწიფო ხელოვნურად კიდევ უფრო ტვირთავს ისედაც ესეთ გადატვირთულ სისტემას. მაგალითად ეს ეხება შრომით დავებს ხოლმე, როდესაც ვთქვათ დასაქმებული უჩივის სახელმწიფოს და რაღაც გარკვეულ კომპენსაციას თხოვს. ყველა ასეთი დავა სახელმწიფოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში მიაქვს და ეს ადმინისტრაციული დავები კიდევ უფრო ტვირთავს სასამართლო სისტემას. და ამით უჭიანურებენ საქმის განხილვას როგორც მოქალაქეს, ასევე მოსამართლესაც ურთულებენ საქმეს. ეს ისეთი საქმეებია, რომელზეც სასამართლოს პრაქტიკა უკვე დადგენილი აქვს, არც ფაქტობრივი, არც სამართლებრივი რაიმე ახალი არგუმენტი არ არსებობს. გასაჩივრებისთვის ასეთ შემთხვევაში უნდა კმაყოფილდებოდნენ სახელმწიფო უწყებები დადგენილი პრაქტიკით, თუ კი რაიმე ახალი სადავო გარემოება არ აქვთ მათ. 2000 წელს ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტმა ჩაატარა საზოგადოების კვლევა, რა უშლიდათ მოქალაქეებს სასამართლოსთვის მიმართვიანობაში. და უმეტესობა ამბობდა, რომ ეს იყო დროში გაწელილი და გაჭიანურებული პროცესები. საქმეების გაჭიანურება არ არის მხოლოდ ესეთი ტექნიკური პრობლემა და ხარვეზი. ეს ყველაფერი ხანდახან მოქმედებს ხოლმე ადამიანების სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე. ასეთი ბევრი შემთხვევა შეუსწავლია არასამთავრობო ორგანიზაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის. მაგალითად არის ეს შემთხვევა, რომ სკოლაში არასრულწლოვან გოგოს თავისი მასწავლებელი ავიწროვებდა, ოჯახმა მას სასამართლოში უჩივლა, მეორე წელია უკვე სასამართლო დავა მიმდინარეობს. ამასობაში კი მასწავლებელი არის დაუსჯელი და ერთადერთი რაც სკოლამ ქნა, ის არის რომ ამ კონკრეტულ არასრულწლოვან გოგოსთან მას გაკვეთილზე აღარ უშვებს. ან მაგალითად იყო ასეთი შემთხვევა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს მამამ გამოსწორების მიზნით რეგულარულად სცემდა. დედა მას სასამართლოში უჩივლა და სასამართლო პროცესი გაიწელა 5 წელი. ან 5 წლის მერე ეს ქალი გახდა იძულებული, რომ სარჩელი უკან გამოეტანა, იმიტომ რომ აი ამ პერიოდის განმავლობაში და აი ამ სტრესული სასამართლო დავების ფონზე ქმარი მასზე კიდევ უფრო მეტად ძალადობდა. ემოციურად ძალიან რთულია, როდესაც ვთქვათ, ხარ ძალადობის მსხვერპლი, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და ეს სასამართლოს მოლოდინი პროცესები, გაჭიანურებული რამდენიმე წელზე გაწელილი პროცესები და ასე შემდეგ და მთელი ამ დროის განმავლობაში ვერც ივიწყებ ამ დავას, ვერ ხურავ მთლიანად ამ თავს, ასე ვთქვათ, ანუ ვერ წყვეტ, რომ მოდი აი ეს დამთავრდა ეს საკითხი და შემდეგ ცხოვრებას როგორღაც ვაგრძელებ. ანუ ეს სამართლიანობის შეგრძნება, რაც გჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ აღდგა სამართალი და მიაღწიე შენს მიზანს, ეს შეგრძნება ვერ გაქვს წლების განმავლობაში. გაჭიანურებული მარცვეჯულება მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც. მაგალითად, წლების წინ სახელმწიფოს და ერთ-ერთ უცხოელ ბიზნესმენს შორის მიდიოდა სისხლის სამართლის მოხლით დავა. ხუთვიანი სასამართლო პროცესების შემდეგ პროკურატურამ აღიარა, რომ მისი ბრალდება ამ კონკრეტული ბიზნესმენის მიმართ იყო უსაფუძვლო. მთელი ეს პერიოდი ბიზნესმენს ჰქონდა თავისი ქონება დაყადაღებული და პლუს პროკურატურამ აი ამ 5 თვის შემდეგ კიდევ წელიწადნახევრის შემდეგ მიმართა სასამართლოს ბიზნესმენისთვის ყადაღის მოხსნის მოთხოვნით. ბევრი თავზეა მეტი წელწადნახევარი სრულად უსაფუძვლოდ იყო დაყადაღებული იმ პირობებში, როდესაც თვითონ პროკურატურას და გამოძიების ორგანოს პრეტენზია აღარ ქონდა უკვე ამ პირის
ასეთმა უსაფუძვლო დაყადაღებამ გამოიწვია ის, რომ ამ პირმა თავისი ბიზნესი გადაიტანა სხვა სახელმწიფოში. ხდებით არაეფექტიანმა გამოყენებამ ამ ყადაღისა დააძარალა ეს პირიც და სახელმწიფოც არ შევიდა ძალიან სოლიდური გადასახადები. საქმის გაჭიანურების პრობლემას თვითონ სახელმწიფოც უკვე წლები აღიარებს. იყო ამის გამოსწორებების მცდელობებიც. მაგალითად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც საქმეების ნაკადს უნდა აგვარებდეს და მოსამართლეებს ამ ყველაფერში ეხმარებოდეს, პლუს მათ საქმიანობას ამონიტორინგებდეს. ასევე გაიზარდა მოსამართლეების ანაზღაურება, რასაც ხელი უნდა შეეწყო, თქვათ, ახალი კადრების მოზიდვისთვის, დაზუსტა საქმეთა გაჭიანურების გამო მოსამართლეების დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუმცა პრობლემა ამით არ მოგვარებულა. პირიქით ეს ყველაფერი წლიდან წლამდე უფრო მძაფრი ხდება. თან უნდა გავითვალისწინოთ ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი რეპრესიული კანონები, რომლებმაც კიდევ ახალი ესეთი დავების და სარჩელების ტალღა მოიტანა. მიმდინარე აქციების პირობებში ასობით ადამიანია დაჯარიმებული გზის გადაკეტვის ბრალდებით, აღარაფერს ვამბობ პოლიციელების მიერ ნაცემდა, ხშირ შემთხვევაში უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებზე. ყველა ეს საქმე არის პოლიტიკური, შესაბამისად მათი დროულად განხილვა ახლა სახელმწიფოს პრიორიტეტია, თუმცა ამ საქმეების დამატება კიდევ უფრო მეტად წნეხად დააწვება, ასე ვთქვათ, სხვა სასამართლო დავებს, სხვა მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად დაზარალდებიან ამ გაჭიანურებული საქმეებით. დემოკრატიის ინდექსის კვლევის მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტად ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავები ჭიანურდება. ასეთი დავებია სწორედ თქვა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ დაწყებული დავები, სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში კი პრობლემა აი ეს არის. ერთი უდაოდ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმეები, სადაც პოლიტიკური მიზანშეწონებებით ხდება შეფასება გამოძიების დაწყება არ დაწყების ან გამოძიების ეფექტიანობის შესახებ და მეორე არის წმინდა ტექნიკური საქმეები, საჩვევა პოლიტიკური მომენტი არ იყოს, მაგრამ იყოს საგამოძიებო ორგანოს არაკვალიფიციური შეიძლება რაღაც კორუფციული ზემოქმედებისაც პრობლემა. მაგრამ რატომ არ გვარდება ეს პრობლემა წლებია? ერთი მხრივ გვაქვს კანონმდებლობა, მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს მისი აღსრულების ძალიან სერიოზული პრობლემები. მოდი ავხსნათ, კანონით პროცესში ჩართულ ადამიანს, მოქალაქეს თუ კომპანიას უფლება აქვს მიმართოს დამოუკიდებელ ინსპექტორს, თუ ჩათვალო, რომ მოსამართლემ მისი საქმე გააჭიანურა, ანუ პროცესი დროში ძალიან გაწელა. აი ამ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობას იკვლევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 2020 წლიდან 2022 წლამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 300-ზე მეტი ასეთი საჩივარი შევიდა და საბჭომ სულ 2 სხდომა ჩაატარა, სადაც აი ამ დროის განმავლობაში განსახილველი საქმეები შეისწავლა. გარდა იმისა, რომ საბჭომ ამით დისციპლინური წარმოების ვადები დარღვია, აი ამ საპროცესო ვადის დარღვევით შესული 59 საქმიდან ყველა საქმეზე საქმის წარმოება შეწყვიტა. თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაში იყო ერთი საინტერესო გამონაკლისი, როდესაც მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა. და ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ მოსამართლემ ინსპექტორს საქმის მასალები 2 თვის დაგვიანებით გადასცა. მაგრამ თვითონ ამ დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების მიზეზი ის იყო, რომ მოსამართლემ მოქალაქეს, ანუ გადაწყვეტილება 7 თვის დაგვიანებით გადასცა. მაგრამ კონკრეტულად ამ დარღვევაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქმის წარმოებამ სამწუხაროდ შეწყვიტა. ანუ ერთსა და იმავე საქმეზე რეალურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსპექტორმა თქვა ეგეთი რაღაც, რომ პრობლემაა, როდესაც მოსამართლე ინსპექტორს საქმის მასალებს დაგვიანებით აძლევს, მაგრამ ვერანაირი პრობლემა და ხარვეზი ვერ დაინახა იმაში, რომ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება მოქალაქეს თვეების დაგვიანებით გადასცა. როდესაც საქმე გვიანდება და უაზროდ და დაუსაბუთებლად ჭიანურდება, რომ პირს რა თქმა უნდა ზიანი ადგება და არ არსებობს მის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა, რაც არის აბსოლუტურად შეუსაბამო ევროპულ კანონმდებლობასთან, ვინაიდან მან ყოველთვის, როდესაც პირს უჭიანურდება საქმე და ამითი მას ადგება გარკვეული ზიანი, მას აქვს ეს უფლება, რომ მოითხოვოს ის ზიანის ანაზღაურება, რაც ამ საქმის გადადებით
მიიღო. ამას ემატება ისიც, რომ კანონი მაგალითად არ ადგენს საქმეების განხილვის რეალურ ვადას და სირთულის მიუხედავად ყველა საქმის განხილვისთვის ერთი და იგივე დრო არის მიცემული და საბოლოო გადაწყვეტილებაც ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეხედულებებზეა დამოკიდებული. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი ფაქტია ეფექტურად ვერ მუშაობს და საქმეების გაჭიანურებას მოსამართლეების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ მოსდევს, ამ ყველაფრით კი მზარალდებით ჩვენ მოქალაქეები. არიან სახელმწიფოზე ძალიან დამოკიდებული მოსამართლეები და მათ გადაწყვეტილებებში პირდაპირ აისახება და არის რამდენიმე მოსამართლე, მათ შორის მე განსაკუთრებით რამდენიმე ქალ მოსამართლეს გამოვარჩევ, რომელთა გადაწყვეტილებები არის ობიექტური და ჩანს, რომ მათზე ზეგავლენა ნაკლებია. თუმცა სავარაუდოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმეები, სადაც სახელმწიფოს მომეტებული ინტერესი აქვს, ხდება ისეთ მოსამართლეებთან, რომლებიც ძალიან არიან დამოკიდებულები სხვადასხვა მიზეზით, შეიძლება ეს იყოს ფინანსური რაღაც ხასიათის სისუსტის გამო, ან პირდაპირ კლანის წევრები იყვნენ. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ვადების ადეკვატურობას მხოლოდ იმით არ აფასებს, თქვათ, ჯდება თუ არა კონკრეტული მოსამართლე კანონით დაწესებულ ამ საქმის განხილვების ვადებში. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვადასხვა მიზეზი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის რა დევს სასწორზე. სასწორზე კიდევს ბევრი რამ, პირველ რიგში ეს არის მოქალაქეების უფლება, ჰქონდეთ სამართლიან და ეფექტურ სასამართლოზე ხელმისაწვდომობა. ეფექტიანი მართლმსაჯულების ერთ-ერთი მთავარი გარანტი კი დავების დროულად განხილვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მარტივად რომ ვთქვათ, თუ თამაშის წესები სამართლიანი და ყოველთვის ნათელი არ არის, საჯია ის პირი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, ვინ დასაჯოს და რომელ დარღვევაზე დახუჭოს თვალი. პოლიტიკურად მოტივირებული უმაღლესი რანგის მოსამართლეების პირობებში კი მოსამართლეც, ბრალდებელიც და დამსჯელიც ერთია და ეს არის სახელმწიფო. 18 ადვოკატირების პროექტი განხორციელდა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ცნობიერების ამაღლების და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ვრცლად გთავაზობთ სიუჟეტს. 18 ადვოკატირების პროექტი განხორციელდა სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში ევროკავშირის დაფინანსებით. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და თემში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მიმართულებით. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ჰექსეპერ საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. პროექტის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად პროექტის შედეგებზე ახალციხეში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. გაიმართა შეხვედრა პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ახორციელებს ჰექსეპერ ჯორჯია, რომლის მიზანი იყო, რომ ადვოკატირების კამპანიები რაც განხორციელდა პროექტის ფარგლებში, სულ 10 ადვოკატირების კამპანია იყო სამცხე-ჯავახეთში. ამის ანალიზი გაკეთდა, სადაც ჩვენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ რა იყო დაგეგმილი, რა განხორციელდა და შესაბამისად ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან როგორი უკავშირი მოყვა, რა გაგრძელდება, რა საკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება ამ კუთხით და რა განხორციელდება სამომავლოდ. ზემოთხსენებული პროექტის ფარგლებში ახალქალაქელმა აქტივისტმა არმენ ირიციანმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ადვოკატირების მეშვეობით ახალქალაქის 13 სოფელში ნაგვის ურნები დადგა და ნარჩენების გატანის პრაქტიკა დაამკვიდრა იქ, სადაც ამ დრომდე საყოფაცხოვრებო ნარჩენები არა ურნაში, არამედ ხევში ხვდებოდა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ახალქალაქის პარკში დადგეს ეკრანი, სადაც შეხვდებით ინფორმაციას მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობების, სპორტული ღონისძიებების შესახებ, ფეხბურთის მატჩებს და ასე შემდეგ. 13 სოფელში, სადაც ურნების ნაკლებობა ჰქონდა მოსახლეობას, პირადად შევაგროვე ხელმოწერები. წარვადგინე მერიაში და საკრებულოში. პროცესი ეტაპობრივად კარგად მიმდინარეობს. ასევე გქონდა მეორე პროექტი, სადაც ქალაქის ცენტრში ვითხოვდით ეკრანის დადგმას, სადაც გავიდოდა ქალაქის ღირსშესანიშნაობების, სპორტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, როგორიცაა ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და ასე შემდეგ. ამავე პროექტის ფარგლებში 2023 წელს ჩვენმა ტელეკომპანიამ ნინოწმინდის მერიას ქალაქის ცენტრში არსებული დაბინძურებული მდინარის დასუფთავების თხოვნით განცხადებით მივმართეთ.
პროექტის ხელმძღვანელის გიორგი თვალიაშვილის თქმით, სამცხე-ჯავახეთში 10 ადვოკატირების კამპანია განხორციელდა. ქვემო ქართლში 8, მათ შორის ერთი კამპანია რამდენიმე მუნიციპალიტეტს მოიცავდა. ჯამში პროექტის ფარგლებში 50,000 ევროს მოცულობის გრანტი გაიცა. ეს იყო ჩვენს ხელთარცებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენს ვებგვერდს TokTV.G და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ბედნიერ ქმერს გისურვებთ.